შეფასებების თემა ქართული ოფიციალური პირებისთვის გერმანიის მიერ დაწესებული სანქციებიც. ბერლინის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია ოპოზიცია. მმართველი გუნდისთვის კი ეს სანქციები მოულოდნელი არ ყოფილა. განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, გერმანიაში შესვლა აქციების ჩახშობაზე პასუხისმგებელ პირებს ეკრძალებათ. გერმანული მხარე კონკრეტულ სახელებს და გვარებს არც ამ შემთხვევაში ასაჯაროებს, პროტესტის მონაწილეებს კი მხარდაჭერას უცხადებს. არ შეიძლება რომ სანქციები გავრცელდეს საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად ამტკიცებს იმას, რომ ღირსია ევროპულ ოჯახში იყოს წარმოდგენილი და საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობის გადაწყვეტილებები და მისი გადადგმული ნაბიჯები არ ასახავს ჩვენი მოსახლეობის ნებას. აქედან გამომდინარე, ის სანქციები, რომლებიც წესდება სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან და მათ შორის გერმანიის მხრიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელს უწყობს იმას, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი, წავიდეს პოლიტიკურ დათმობებს. საქართველოს პრობლემა არ იქნება. პრობლემა შეექმნება იმ მოძალადეებს, იმ ადამიანებს, რომელზეც 300-ზე მეტი ადამიანი აწამეს. იმათ შეექმნება პრობლემები, ვინც 50 კაცი დღეს სრულად უსამართლო ციხეში გამოკეტეს. იმათ შეექმნება პრობლემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ, სცემენ, პირში აფურთხებენ, აჩოქებენ და სისტემური წამების მსხვერპლად აქცევენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ადამიანებს ნამდვილად შეექმნება პრობლემა გერმანიაში და როდესაც გერმანია ასანქცირებს, ეს ნიშნავს, რომ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ასანქცირებს და აუცილებლად ეს ყველაფერი კასკადურად წავა სხვა ქვეყნებშიც. ქართულ ოცნებას არ ექნება გასაქანი არსად ცივილიზებულ სამყაროში. ხშირად ემთხვევა ხოლმე ძალიან, როდესაც აქ მილეულია ეს პროტესტი და აღარ აქვს აბსოლუტურად არანაირი ოპოზიციას არანაირი რესურსი, როგორც წესი, აი ამ პროცესს ემთხვევა ხოლმე მსგავსი ნაბიჯები და განცხადებები და ასევე ძალიან საზოგადოებისთვისაც მე მგონი საყურადღებო უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის ძალები, როგორც წესი, ახდენენ თვით ლუსტრაციას და ჩვენ ნელ-ნელა ხვდებით რეალურად ვინ იდგა იმ ძალადობრივი აქციების თუ ძალადობრივი ნაბიჯების უკან. და ასეთად ჩვენ არ დაგვისახელებია ეს ძალები ფაქტობრივად თვითონ ასახელებენ თავიანთ თავს.